1859 წლის ოქროს სიებცხელებამ $2 მილიარდი გამოიმუშავა, მაგრამ AI-ს ბაზარი 2030 წლისთვის $1.8 ტრილიონ მიაღწევს. ეს 9-ჯერ მეტია, ვიდრე ხალხმა მე-19 საუკუნეში ოქროს ძიების პროცესში გამოიმუშავა. მაშინ წარმატებისთვის საჭირო იყო ფიზიკური და დაუღალავი შრომა. დღეს კი უბრალოდ ლეპტოპით შეგიძლია ჩაერთო მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკურ ცვლილებაში. ინვესტიციები AI-ში რეკორდულია. Google, Microsoft, ჩინეთის მთავრობა მილიარდებს დებენ ინფრასტრუქტურაში. და მიუხედავად ამისა, ადამიანები მას ჯერ კიდევ უბრალოდ სასურსათო სიის დასაწერად იყენებენ. დღეს ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ იმისთვის, რომ რეალურად შექმნან ბიზნესი, რომელიც თვეში იმაზე მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე სხვები წელიწადში. AI-ის ეპოქაში გასამდიდრებლად აუცილებელია გაიგო 5 ძირითადი წესი. პირველი, გაიგე რას თამაშობ. AI არ არის საბოლოო პროდუქტი, ის ინფრასტრუქტურაა, როგორც ინტერნეტი იყო 1900-იან წლებში. ისინი, ვის ინტერნეტით იმ დროს ბიზნესს აკეთებდნენ, არა უბრალოდ ტექნოლოგიით დაინტერესდნენ, არამედ ისინი გახდნენ გამარჯვებულები. AI საშუალებას გაძლევს იმუშაო 4-ჯერ სწრაფად, მოიმსახურო მეტ კლიენტს და შექმნა მეტი ღირებულება. მომხმარებლებს არ აინტერესებთ AI, მათ სურთ შედეგი. AI უბრალოდ საშუალებას გაძლევს, მიაწოდო ეს შედეგი უკეთ, იაფად და სწრაფად. წარმატება უკვე აღარ ნიშნავს რაღაც უამრავ ფიზიკურ შრომას, ტანჯვას, საქმე არ არის მხოლოდ შრომა, არამედ ჭკვიანური ბერკეტი. და ეს ბერკეტი არის ზუსტად AI. სწორედ ხელსაწყო გაძლევს უპირატესობას. იმარჯვებს ის, ვინც სწრაფად ერგება ცვლილებებს და იყენებს AI სწორად. გამოიყენე სპეციალიზებული ინსტრუმენტები, არა ზოგადი. ზოგადად AI chatbots ვერ დაავალებრო პროფესიონალური რაღაცა პრეზენტაცია შექმნას. ამისთვის არსებობს სპეციალური პლატფორმები. ამ ვიდეოს შემდეგ აუცილებლად ნახეთ ჩვენი წინა ვიდეო, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბრობს. ქვემოთ არის მოცემული და იჩქარეთ სანამ ეს ფანჯარა ღია. დღეს არ არის საჭირო კოდის წერის ცოდნა ან დიდი ინვესტიცია. უბრალოდ უნდა იმოქმედო დროულად. წარმატება დღეს ეკუთვნის არა პირველს, არამედ საკმარისად ადრე ვინც დაიწყო. ვინც მოქმედებს, სანამ სხვები ჯერ კიდევ ფიქრობენ. აი ამიტომ დღეს და ახლა არის მოქმედება გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ფაქტორი. დაფიქრდით, დავუშვათ აი ფრილანსერ გრაფიკულ დიზაინერზე. ხო ეს პროფესია ახალი არ არის. ეს დიზაინები წლებია კეთდება, ლოგოები, ბრენდბუქები, შაბლონები და ასე შემდეგ, მაგრამ აი რა შეიცვალა დღეს. ადრე ბრენდის სრული იდენტობის შესაქმნელად შეიძლება 8 საათი გჭირდებოდათ. დღეს კი ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფერს 2 საათში გააკეთებს. AI წამებში შექმნის ათობით ლოგოს, ამ ვარიანტებს, ფერთა პალიტრას, შრიფტებს, კომბინაციებს და ყველა საჭირო ფაილს. დიზაინერი კი ამას კლიენტს არ ეუბნება. ის უბრალოდ აწვდის შედეგს სწრაფად, იაფად და ხარისხიანად. და სწორედ ამიტომ შეუძლია დღეში 4-ჯერ მეტ კლიენტს მოიმსახუროს. ეს არის ის თამაში, რომელშიც შენ ხარ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ უნდათ პირდაპირ შედეგი. ადამიანების უმეტესობას არასდროს უჩნდებათ ეს კითხვა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს წარმატება. ისინი უბრალოდ თვლიან, რომ წარმატება აუცილებლად უნდა იყოს რთული, დროში გაწეული და მტკივნეული. ვინმე რომ გითხრას წარმატებული ბიზნესი შექმნიო, რაზე დაფიქრდება პირველად? ალბათ ელოდები რაღაცა ფილმის სტილს, რომ
3 წელი დღეში 18 საათი ვიმუშავე, იატაკზე მეძინა, ყველაფერი დავთმე. მოგვაჩერჩეს იდეა, რომ თუ არ იტანჯები, არ იმსახურებ წარმატებას. და კი, ცხადია, ცხოვრება მარტივი არ არის, მაგრამ არის სხვაობა რთულსა და მიუწვდომელს შორის. წარმოიდგინე, გინდა ხე მოჭრა. შეგიძლია ეს თვით მთელი დღე აკეთო, ან უბრალოდ აიღო ბენზოხერხი და 10 წუთში დაამთავრო. რომელია თქვენი ეს ჭკვიანური გზა? რა თქმა უნდა, ჭკვიანურად შრომა ნიშნავს, რომ იყენებ იმას, რაც უკვე ხელმისაწვდომია. შენ აღარ ებრძვი ტექნოლოგიას. შენ მას იყენებ. შენ არ ეჯიბრები AI-ს ხელოვნურ ინტელექტს, შენ მუშაობ AI-სთან ერთად. დაგვიკომენტარეთ, თუ იყენებთ აქამდე რომელიმე AI tools ქვემოთ. გვითხარით რისთვის თუ გადგებათ ყოველდღიური პროცესების გასამარტივებლად, რადგან დღევანდელ სამყაროში უკვე შედეგი ფასობს და არა ძალისხმევა. არავინ გითვლის რამდენი საათი იშრომე. არავინ გაძლევს გულებს, იმიტომ რომ გადაიღალე. ისინი უბრალოდ გკითხავენ. შეგიძლია თუ არა მათი პრობლემის გადაჭრა. შეგიძლია ღირებულება შეუქმნა? შეგიძლია გააკეთო უკეთ სწრაფად და იაფად? აი ეს არის გამარჯვება. თუ სწორედ ამას აკეთებს AI, იგი გეხმარება გამოტოვო უაზრო წვალება და პირდაპირ გადახვიდე პრობლემის გადაჭრას. რასაც ადრე კვირები ან თვეები სჭირდებოდა, ახლა შეიძლება გაკეთდეს საათებში. თუ სწორად გამოიყენებ. AI წერს გაყიდვების ტექსტებს რამდენიმე წუთში და ხშირად უფრო კარგად, ვიდრე წლების გამოცდილების მქონე copywriter-ი. AI აკეთებს აზრის კვლევას წამებში. AI ქმნის კონტენტს იმ სიჩქარით, როგორც ადამიანი ვერადროს შეძლებს. შეიძლება ერთი თვეც არ იყოს. ძველი წესების მიხედვით, რაც მარტივია, ალბათ არაფერს ნიშნავს. ახალი წესების მიხედვით, რაც რთულია, ალბათ არასწორად აკეთებ. გაიხსენე ისტორია. საბეჭდი მანქანა მაგალითად. როდესაც გამოიგონეს წიგნები, ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა. ინტერნეტი, კომუნიკაცია ყველასთვის გახსნა. და ამან ღირებულება შემცირა? არა. მან ღირებულება შექმნა, იმიტომ რომ ბარიერი გააქვს. აი ამას აკეთებს ხელოვნური ინტელექტიც. ის არ ამცირებს შენს ღირებულებას, არამედ ის ყველას აძლევს შანსს ღირებულება შექმნას. და ეს აზროვნების ცვლილებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. როცა მიხვდები, რომ წარმატება არ უნდა იყოს მტკივნეული და როცა გაბედავ ძველი შეხედულებების მიტოვებას, აი მაშინ იხსნება კარი ახალ შესაძლებლობებს. ადამიანები, რომლებიც დღეს იგებენ გამარჯვებულები არიან, არ არის იმიტომ, რომ მეტი ძალა აქვთ, არამედ იმიტომ, რომ მეტი ჭკვით იყენებენ რესურსებს. წარმოიდგინე, წინ გიდევს დიდი სტეიკი, რომელიც უნდა დაჭრა. გირჩევენ აიღო ან ჩვეულებრივი კარაქის დანა, ან პროფესიონალური შეფის დანა. ორივე დანა, მაგრამ რეალურად მხოლოდ ერთს შეუძლია საქმე გააკეთოს სწორად. სწრაფად, მარტივად და სუფთად. ზუსტად ასეა AI-ის ინსტრუმენტებიც. სწორად შერჩეული ხელსაწყო თავიდან აგარიდებთ იმ დიდ შრომას,
რაც ადრე მხოლოდ დიდ გუნდს ან გამოცდილ ექსპერტს შეეძლო. დრო აღარ დაგეკარგვება გატესტების პროცესში, არც იმაზე ფიქრში, სწორად მიდიხარ თუ არა, სწორად აკეთებ თუ არა საქმეს. ყველაფერი უბრალოდ მარტივად მუშაობს. თავარია მოусმინო მენტორებს, მილიარდერებს, ფილმებს, მაგრამ ვერსად ვერ გაიგონებ, რომ ახლა მუშაობენ 18 საათი დღეში, 3 წლის განმავლობაში და ისევ ის რომ ოფისის იატაკზე ეძინათ, ხო? ახლა აქ დავამტკიცებთ, რომ წარმატება ტანჯვასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ახლა მიხვდები, რომ თითქოს თუ 24 საათი არის შრომე ვერ დაიმსახურე, ხო? აღარ არის ეს პერიოდი. მაგრამ რა მოხდება თუ გითხარი, რომ ეს იდეა ძველია და ახალი თამაშის წესებში აღარ მუშაობს. სირთულე გაქრა. არა. სირთულე უბრალოდ ხელსაწყოებში გადავიდა. დღეს გამარჯვება ეკუთვნის მას, ვინც ამ იდეას იღებს და არა იმას, ვინც ნაჯახით ხეს 8 საათი ჩეხავს. სწორი ინსტრუმენტით მხოლოდ. ახლა უკვე ჯილდოს აღარ გაძლევენ ძიმე შრომისთვის ის რაც აქამდე ვახსენე, არამედ არც გაძლევენ ქულებს ტანჯვაზე, აქ საუბარია შედეგებზე.